მმართველებსა და აქტივისტებს შორის სამტრედიაში. მოძრაობა თეთრი ხმაური რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლასა და 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამოძიებას ითხოვდა. მესამე სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დემურს სტურუას წერილში ნახსენები პოლიციელის გოდერძი თევზაძის პასუხისმგებაში მიცემა და ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომაცაა. დავით ქაშიაშვილი მუშაობდა დღეს ამ თემაზე. დავით, რა გახდა სამტრედიაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი? ნელი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აქცია დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, თუმცა დასასრულს თეთრი ხმაურის მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები სკანდირებდნენ ძირს პოლიციური რეჟიმი, მათ ვიდეო მასალაშიც ჩანს შეღებეს პოლიციის ავტომობილი და აი ამას მოყვა რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოძრაობა თეთრ ხმაურს შორის, თუმცა უშუალოდ ადგილზე დაპირისპირება შვიდად დასრულდა და მოძრაობის წევრებმა დატოვეს სამტრედიის პოლიციის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში მოძრაობა თეთრი ხმაურის წარმომადგენელი ამბობს, აი ამ ინციდენტის შემდეგ სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი გააჩერა, მოახდინა მისი დაკავება და გადაყვანა მათთვის უცნობ ადგილას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ამ კონკრეტულ ფაქტზე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ის თბილისიდან დაიწყო, მოგვიანებით მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები წავიდნენ სამტრედიაში და იმ პოლიციის შენობასთან გამართეს საპროტესტო აქცია, სადაც მუშაობს ის პოლიციელი, რომელზეც დემურ სტურუა იმ წერილში მიუთითებს, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დაწერა. მოძრაობის წევრები ითხოვენ ობიექტურ და დროულ გამოძიებას და ასევე ითხოვენ აი ამ კონკრეტული პიროვნების დაკავებას და ასევე სამტრედიის პოლიციის უფროსის და სხვა მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გადადგომას. რომ იცოდნენ, რომ ნამდვილად მეგობრები არიან გაშინებულები, არიან თან ამაზრზენია ეს გაღიზიანება რა ამ გამოიწვია. პოლიციის მომღიმარმა სახეებმა ჩამომწყრივებულები რო იყვნენ ესე კიბეებზე და იმის მაგივრად რომ ცოტა შერცხვენოდათ თავიანთი კოლეგის და მათივე სავარაუდოდ კიდე ქმედების დაიწყეს სიცილი და ისა ჩვენმა აქტივისტებმა ძალიან შვიდობიანად არავინ არ მჯდარა იმ პიკაპში შეღებეს ეს პიკაპი. სამტრედიის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, როგორც მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები აცხადებენ, მას შემდეგ რაც მათი აქტივისტის დაკავება მოხდა, ისინი კვლავ დაბრუნდნენ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ დემურ სტურუას ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე საქმის ობიექტურ და დროულ გამოძიებას ითხოვენ. მე მოვითხოვ ამას, რომ კაცრად დაისაჯოს ეს პიროვნება, ეს გოდერძი თევზაძე, რომელიც ჩემს ხელში ამოსდილი ბავშვი მიწისქვეშა ამოდებდა. მე ამას მოვითხოვ, რომ არ მინდა რომ გარეთ იყვეს და ეს მიწაში მიდევს მეცხოველეობით. ეს ზეწოლით, სექიური ზეწოლით ბავშვი ამომიდვა მიწაში. ამას მოვითხოვ, კაცრი ზომებით დაისაჯოს და სამართალს მოვითხოვ. საპროტესტო აქცია დღეს დილით თბილისში დაიწყო, მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები და ასევე სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და მათ ადგილზე გააპროტესტეს სამტრედიაში მომხდარი და ასევე ითხოვენ, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს საქმე გამოძიებული და რაც შეიძლება დროულად მოახერხონ კანონმდებლებმა და შეიცვალოს ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. შანტაჟმა და შანტაჟზე აგებულმა სისტემამ მოკლა სტურუა და მე ვარ დედა, ჩემი შვილები